ივანიშვილის პრემიერი მირაკლი კობახიძემ არ აღიარებს, რომ ქართული ოცნება ახლა სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. დღეს ეს განცხადება კობახიძემ მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ საერთაშორისო იზოლაციაზე საერთოდ არ არის საუბარი და ისევ საქართველოს ევროკავშირის შორის გაუარესებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ბრიუსელს ააკისრებს და ისევ ძველი ნარატივით, ეგრეთ წოდებული deep state-ით და ასე ვთქვათ, საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობით მართლებს ქართული ოცნების მიერ გადახვეულ დემოკრატიიდან გადახვეულ გზას. ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ ის რის გამოც პირველად საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი არის მიზეზი იმისა, რომ დღეს ბრიუსელი არც ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზატორიც არის თავად ევროკავშირი, არ პატიჟებენ და კობახიძე ამბობს, რომ ეს თავიდან ბოლომდე არის deep state-ის გავლენა, რომელშიც ექცევიან ევროპელი პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები. ამ განცხადებას, კობახიძის ამ განცხადებას დღეს პაվել ჰერჩინსკიმაც უპასუხა და თქვა, რომ სასაცილოა და ძალიან იმდენად სასაცილოა მსგავსი ტიპის ბრალდებები, რომ ელჩმა არც კი უპასუხა და პირდაპირ თქვა, რომ ასეთი ტიპის ნარატივი მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ივანიშვილის რეჟიმს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ევროატლანტიკურ ალიანსს, რადგან ევროპა ეს არის მშვიდობა და ევროკავშირი არის ყველაზე მშვიდობიანი ალიანსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში შექმნილა. შესაბამისად, ქართული ოცნება ახლა არის ძალიან მძიმე თავის მართლების რეჟიმში და აღარ იციან რა გამართლება მოუფიქრონ იმას, რომ დღეს არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს თვით გამოცხადებული ხელისუფლება წარმოდგენილი არ არის. ჯერ სრულიად უსამართლოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ქართულ ხალხს უთხრეს, რომ მაშინ უარი არავითარი დასაბუთება არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. შემდეგ წელიწად ნახევარი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და შემდეგ ეს უსამართლობა გრძელდება. Თქვენი პასუხისმგებლობა არ არის ამ პროცესში რაიმე? გავაკეთეთ იმისათვის, რომ მიგვეღო თავის დროზე კანდიდატის სტატუსი კიდევ ერთხელ გაემეორებოდა. ახლა რას აკეთებთ ახლა ურთიერთობა რომ გქონდეთ? ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან, რაც არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ განსხვავებული დავალება, ამ შემთხვევაში მიდგომა შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით deep state-ისგან მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სადონ დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. არის თუ არა დასტური იზოლაციის მათ შორის? არა, იზოლაციაზეა. არ გეპატიჟებიან ბატონო ირაკლი, კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენ ვართ გამორჩეული, ვისაც თქვენს ხომ იცით? რა არის ამის ბრალი? თქვენ პასუხისმგებლობა არ გააქვთ? ჩვენი პასუხისმგებლობა როგორ იქნება, როცა ისინი ჩადიან უსამართლობას, ხო? 28 ნოემბერი სად იყო, როდესაც 2022 წლის ივნისში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. აშუაში 28 ნოემბერი. 28 ნოემბერს დაიწყო რაიმე მილებით გამოგლიჯეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც იყო მოაზრებული როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. რატომაც არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, ზუსტად არ მიგვიწევს, ამიტომ არ მიგვიწევს. პოლონეთის ხელისუფლებამ გახსოვთ თქვენ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ მათ ღიაობა, მივეცით შესაძლებლობა გამოუჩინეთ კეთილინება და მიხეილ სააკაშვილთან პოლონეთის მთავრობის ექიმების ჯგუფი, მთავრობასთან არსებული ექიმების ჯგუფი შეუშვით და იმის ნაცვლად, რომ ეს კეთილინება დაფასებულიყო, მივიღეთ ზურგში დანა. გახსოვთ თქვენ, რომ ერთ-ერთმა ექიმას სცადა ფარულად გატანა რაღაც ანალიზების და ფაქტობრივად საქართველოს ხალხს გვიწყობდა ეს ჯგუფი ექიმებისა საბოტაჟს. ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც არის არამეგობრული აქტი ქართული ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი და გვახსოვს ჩვენ მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რა თქმა უნდა, აქედან ესეთი არამეგობრული ნაბიჯი ამ ხრივ გასაკვირი არ არის. აქსიომა ის ვინც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართული ხალხის მეგობარი. ამიტომ პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს რასურს მას სააკაშვილის მეგობრობას უნდათ რომ გადააყოლონ პოლონელი ხალხის და ქართული ხალხის მეგობრობა. ირაკლი კობახიძეს გუნდს დღეს არაერთმა ევროპელმა დიპლომატმა უთხრა ის, რომ დღეს რომ საქართველოს მთავრობა არის იზოლაციაში, არის თავიდან ბოლომდე მათი პასუხისმგებლობა და ისრები ევროპელებზე არ უნდა გადაიტანონ, რადგან საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ პროგრესი, არათუ პროგრესი, მხოლოდ რეგრესი დაინახეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც ახლა ბრიუსელი მსჯელობს არა იმაზე, რომ დღეს საქართველო გახდეს ევროკავშირის მომდევნო გაფართოების ნაწილი და გახდეს 20
2020 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყანა არამედ მსჯელობენ იმაზე, როგორ დააკისრონ პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევებისა და საქართველოს დემოკრატიული უკუსლის გამო. სწორედ ამიტომაც დღეს არერთმა დიპლომატმა თქვა ის, რომ სანქციებზე მსჯელობა გრძელდება ბრიუსელში და ინდივიდუალურად წევრი სახელმწიფოები კვლავ გააგრძელებენ პასუხისმგებლობის დაკისრებას ოლიგარქიული მმართველობისთვის.